მთავრობის მიერ ინიცირებული საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს სამტრედის მეოთხე საჯარო სკოლის რეაბილიტაცია. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ფინანსდება. პარალელურად მიმდინარეობს მეათე საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად უკვე განახლდა ქალაქის პირველი და მე-12 საჯარო სკოლები. სოფელ ჩხენიშის საჯარო სკოლა და ილორის დასახლებაში მდებარე ნომერ მეორე საჯარო სკოლასთან შერწყმული საგანმანათლებლო დაწესებულება. მთავრობის მიერ ინიცირებული საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში სამტრედიის მუნიციპალიტეტში მეოთხე საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროექტი აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოები ხორციელდება გეგმაგრაფიკის დაცვით, ვიზუალური დათვალიერებით, ხარისხიანად. ქალაქ სამტრედიაში მიმდინარეობს მეოთხე საჯარო სკოლის მშენებლობა, რომელსაც ახორციელებს შპს პრაიმ ბეტონი და სამუშაოები მიმდინარეობს ყველანაირი გეგმაგრაფიკის დაცვით.